უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სივსკი შეტევაზე გადავიდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისსა და მინისტრთა კაბინეტს და კაბინეტზე და დაიწყო ჩამოთვლა, თუ რა დამსახურებები აქვს მას სამშობლოს წინაშე. და რა თქმა უნდა, მიადგა მიხაილ ფედოროვსაც და თან დაიწყო თავის გამართლება. თითქოს არც ისეთი ცუდი მთავარსარდალია. გენერლიტეტის და სამოქალაქო მთავრობის დაპირისპირება, როგორც ჩანს, ცხელ ფაზაში გადადის. უკვე მეხუთე დღეა უკრაინაში მიმდინარეობს პროტესტები ფედოროვის მხარდასაჭერად და სირსკის გადადგომის მოთხოვნით. თავად ფედოროვმა შევახსენებთ, ისაუბრა მთავარსარდალთან კონფლიქტზე და განაცხადა, რომ სწორედ სირსკიმ წაუყენა ულტიმატუმი პრეზიდენტს, ან ის, ან თავდაცვის მინისტრი. გენერალურმა შტაბმა დღეს ყველაფერი უარყო, ხოლო თავად სირსკი რამდენიმე დღე დუმილს ინარჩუნებდა. აი დღეს საღამოს 20 ივლისს, იმ დღეს, როცა საღამოს უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის ხდომა იყო დანიშნული, სადაც უნდა გადაწყვეტილიყო მისი ბედი, სირსკი არღვევს ამ მრავალდღიან დუმილს. მან პორტალ მილიტარნიზე გამოაქვეყნა ვრცელი სვეტის სათაურით ჩემი საქმე ომია. ეს ფაქტობრივად მისი საჯარო დაცვა. დამავდროულად მკაცრი პასუხი ყველასთვის, ვინც მას კონფლიქტებსა და საბოტაჟში ადანაშაულებდა. ეს პირდაპირ მტკიცებულებაა კულუარული ომის შესახებ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში. მოდით ერთად გავაანალიზოთ ეს ტექსტი სრულად. რადგან ამ ტექსტში არც ერთი სიტყვა არ უნდა გამოგრჩეს. იქ ძალიან ბევრი საინტერესო რამაა. როგორც მე ვფიქრობ სუბიექტურად, სირსკი იწყებს თავის თავზე მიიწეროს გარკვეული დამსახურებები, რომლებიც დიდი ალბათობით მას არ ეკუთვნის. ის უკვე ღიად დაიწყო გარკვეული ქმედებების გამართლება. მოდით დავიწყოთ ამ სტატიის განხილვა და მისი ანალიზი. და დავამატებ გარკვეულ ფონს, რომ ყველაფერი ერთიან სურათად დავალაგოთ და არა უბრალოდ მისი სვეტი წავიკითხოთ. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი. ჩვენ უახლოვდებით 300,000 გამომწერის ნიშნულს. ამიტომ პირადად თქვენი გამოწერისთვის მადლობელი ვიქნები. მაშასე პირველი კითხვა და საერთოდ რატომ დაიწყო საუბარი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ, რომელიც რამდენიმე დღე ჩუმად იყო. სირსკი თავის სვეტს იწყებს აღიარებით, რომ საჯაროობა მისთვის უცხოა. ციტატა: გულწრფელად ვიტყვი, მედიური საქმიანობა ჩემთვის არ არის საინტერესო. მე არ ვაშენებ იმიჯს და არ მაქვს პოლიტიკური ამბიციები. მე ომით ვარ დაკავებული. 24 საათი კვირაში, 7 დღე. ზუსტად ამიტომ იშვიათად ვაძლევ ინტერვიუებს და თითქმის არასდროს წერს სვეტებს. მიზეზი? რის გამოც მაინც დაწერა ეს ტექსტი და აზრის გამოთქმა გადაწყვიტა. მთავარსარდალი ასე ხსნის. მაგრამ ბოლო დღეებში ჩემმა დუმილმა დაეწყეს აღქმა, როგორც თანხმობა. არმიისა და გენერალური შტაბის გარშემო მთელი მითოლოგია გაჩნდა კონფლიქტებზე და საბოტაჟზე. ამიტომ ერთხელ თავად ვიტყვი ყველაფერს. და აი პირველი და ალბათ ყველაზე მგრძნობიარე ბლოკი მისი სვეტიდან იმ კონფლიქტზე თავდაცვის მინისტრ მიხეილ ფედოროვთან, რის გამოც ყველაფერი დაიწყო. და აქ ალექსანდრ სივსკი ძალიან შერიგებისკენ მიდრეკილ პოზიციას იკავებს, მაგრამ ორმაგი ქვეტექსტით ასე ვიტყოდი. აქ იცით ძალიან მოხერხებული ლოგიკა. სანამ ციტირებას დავიწყებდე, შეგახსენებთ, რომ იმ დღეს, როცა გახდა ცნობილი, რომ ფედოროვს ათავისუფლებდნენ, სირსკიმ საკმაოდ თავდაჯერებულად დაწერა. მადლობა მინისტრო, მუშაობისთვის. წარმატებებს გისურვებთ ცხოვრებაში და მთავარი, დარჩი უკრაინის გუნდში. ეს საკმაოდ თავდაჯერებულად ჟღერდა, მაგრამ ეხლა სირსკი წერს. ციტატა: ჩემთვის მოულოდნელი იყო იმის გაგება, რომ მე და მინისტრს შორის კონფლიქტი იყო. მე ჩვენს ურთიერთობას სანუშაოდ აღვიქონდი, რთული საკითხებითა და განსხვავებული პოზიციებით. ასეც უნდა იყოს ორ ინსტიტუციას შორის დიდი ომის დროს. სირსკი პირადად ბოდიშს უხდის ფიოდოროს, სახელითა და მამის სახელით მიმართავს მას. ციტატა: თუ ვინმეს რამით გული ვატკინე, მიხაილ ალბერტოვიჩ ბოდიში, ხანდახან მკაცრი ვარ. აქვე საუბარს პიროვნებებიდან პირადზე გადახავს, მაგრამ გთხოვთ თქვენს და ყველას, ვინც ახლა ინტერესით ადევნებს თვალს ამ ისტორიას, მოდით პირადზე კი არა, გლობალურზე, გამარჯვებაზე გავამახლოთ ყურადღება. და აი ამ ბლოგის მთავარ აზრს სირსკი ასე აყალიბებს. უკრაინა უფრო მეტია ვიდრე ფიოდოროვი, სირსკი ან ნებისმიერი ჩვენგანი. უკრაინა გაუძლებს არა იმიტომ, რომ მასში შეუცვლელი ადამიანები არიან, არამედ იმიტომ, რომ მას ჰყავს არმია, ინსტიტუტები და მილიონობით ადამიანი, რომლებიც თავიანთ საქმეს აკეთებენ. მისი თქმით, ამ ომის მხოლოდ ორი პიროვნების დაპირისპირებად დაყვანა ყველაზე დიდი სამსახურია, რაც მტერს შეიძლება გაუწიოთ. განსაკუთრებით ის საუბრობს საზოგადოების ორ ბანაკად გაყოფაზე. ციტატა: ხედავ როგორ იყოფიან ადამიანები ფიოდოროვის ბანაკად და სირსკის ბანაკად. როგორც კი ომთან ან ჯართან დაკავშირებული საკითხი პოლიტიზდება, ის ლოზუნგამდე მარტივდება.
მაშინ როცა ყველა ის საკითხი, რაზეც ახლა ინტერნეტში გამათობენ, კონტრაქტები, შესყიდვები, მობილიზაცია, ბევრად უფრო რთულია ვიდრე მასზე ნებისმიერი პოსტი. ლოზუნგებით არ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებზეც ადამიანების სიცოცხლეა დამოკიდებული. და აქედან ის გამოაქვს მთავარ პრინციპს, რომელზეც აგებს მთელ შემდგომ არგუმენტაციას. ციტატა. ომს იგებს რეალური მუშაობა და არა საჯარო დრამა მის გარშემო. ამიტომ შემდეგი იქნება არა ურთიერთობებზე, არამედ საქმეზე. შემდეგ სირსკი გადადის თავისი დაცვის არსზე. კერძოდ პასუხისგებლობის ზონების გამიჯვნაზე გენშტაბსა და თავდაცვის სამინისტროს შორის. და აქ იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი ჩემი აზრით, რადგან იწყება ეს ისტორია, რომ თითქოს ამას ის პასუხობდა, ამიტომ ეს მას უნდა გაეკეთებინა, ამას მე ვპასუხობდი, ამიტომ ეს ჩემი დამსახურებაა. სადაც დამსახურება, იქ მე ვარ სახურება, იქ მე ვარ. სადაც ჩავარდნებია პირდაპირ ვიტყვი, ეს ფიოდოროვია. ფიოდოროვი. აი ასე იწყება ეს ისტორია. შემდეგ არცებითად ის ხსნის, რომ მის მიმართ ბევრი ბრალდება სინამდვილეში არასწორად არის მიმართული. ციტატა. თავდაცვის სამინისტრო ეს არის ჯარის უზრუნველყოფა, შესყიდვები, პოლიტიკის შემუშავება, სამოქალაქო კონტროლი უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე. ეს უზარმაზარი სამუშაოა, რომლის გარეშეც არმია ვერ იბრძვის. თავდაცვის მინისტრი პირადად არ უნდა იმყოფებოდეს ფრონტის ხაზზე და არ უნდა იყოს ომის სტრატეგი. ეს მისი ამოცანა და პასუხისმგებლობა არ არის. ომის სტრატეგია, ოპერაციის დაგეგმა, ფრონტზე არსებული მდგომარეობა. კანონით ეს ჩემი პასუხისმგებლობაა უზენაესი მთავარსარდლის წინაშე. შორ მანძილზე დარტყმები და კიდიმის იზოლაცია ხორციელდება უკრაინის შეიარაღებული ძალების, უსაფრთხოების სამსახურის, მთავარი სადაზვერო სამმართველოსა და სასაზღვრო სამსახურის მიერ და კოორდინირდება უზენაესი მთავარსარდლისა და ჩემი მხრიდან. ასევე ხაზს უსვამს, რომ საქმე საერთოდ არ ეხება სხვისი წარმატებების მიმართ შურს. უბრალოდ ასე მუშაობს ეს სისტემა. ციტატა. არა იმიტომ, რომ მე არ ვაძლევ ვინმეს წარმატების მიღწევის საშუალებას, არამედ იმიტომ, რომ ასეა მოწყობილი ინსტიტუციური პროცესები ყველა ქვეყნის არმიაში. აქვე ის პასუხობს ბრალდებებს სტრატეგიის არარსეობაზე და პასუხობს საკმაოდ მკაცრად. როცა მე სტრატეგიის არარსეობას მსაყუდურობენ, შეგახსენებთ ერთ მარტივ რამეს. ომის სტრატეგია არ არის საჯარო დოკუმენტი და არც პოსტი სოციალურ ქსელებში. ის წარედგინება უმაღლეს მთავარსარდალს, ხოლო მისი შედეგი ჩანს ფრონტზე, სადაც მილიონიანი არმია მეოთხე წელია აჩერებს უპირატეს მტერს. შემდეგ კი ის ამატებს ფრაზას, რომელიც პირდაპირ საყდურუით ჟღერს ყველა კრიტიკოსის მისამართით, არა მხოლოდ ფიოდოროვის. ის ვინც მთავარსარდალს თხოვს სტრატეგიის საჯარო წარდგენას, ითხოვს რომ ის მტერს წარუდგინოს. სირსკი ცალკე ასახელებს განსხვავებებს, როგორც თავად ამბობს, მოდურ სიტყვებსა და რეალურ საქმეს შორის და პირდაპირ უტევს მიხაილ ფიოდოროვს. მიანიშნებს, რომ ის მხოლოდ ხმამაღალი სიტყვებით შემოიფარგლებოდა, არაფერს აკეთებს. ციტატა. ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ ვიზიაზე. ვიზია სასარგებლო რამეა. ვიზიით შეიძლება სტარტაპის შექმნა, მაგრამ ომში გამარჯვებისთვის სტრატეგია საჭირო. ვიზია მხოლოდ სასურველ მომავალს ხატავს. სტრატეგია პასუხობს კითხვას, საიდან მოიპოვოთ რეზერვები, ჭურვები, ხალხი და დრო, რომ ამ მომავალს მივახციოთ. ისევ პირდაპირ, თუმცა ასე არ უწოდებს. სირსკი პასუხობს ფიოდოროვის სიტყვებს ულტიმატუმზე და ბრალდებას ჯარების ხელით მართვაში. ის თავის საბრძოლო გამოცდილებას ეყრდნობა. ციტატა. მე არმიაში 40 წელზე მეტია მსახურობ. მე არმიის კაცი ვარ. მე ულტიმატუმებს არ უყენებ ჩემს ხელმძღვანელს და ჯარებს მესენჯერებით არ მართავ. მილიონიანი არმია WhatsApp-ით არ იმართება. ის იმართება შტაბების, ბრძანებებისა და ადგილზე მყოფი მეთაურების პასუხისმგებლობის მეშვეობით. და იმის დასამტკიცებლად, რომ მართვა სწორედაც რომ დეცენტრალიზებულია და ყველაფერი მის ხელში არ არის, ის კონკრეტულ გადაწყვეტილებას ასახელებს. ციტატა. ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილებით მე კორპუსების მეთაურებს გადავეცი უფლებამოსილებები, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეების გადაყვანის საკითხშიც, კორპუსების ფარგლებში. ეს არის ხელით მართვის სრული საწინააღმდეგო. ეხლა კი ერთ-ერთი ცენტრალური და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბლოკი, სირსკის სვეტიდან. პასუხი ბრალდებაზე. თითქოს სირსკი არაფასებს უპილოტო აპარატებს და ზოგადად ტექნოლოგიების წინააღმდეგია არმიაში. ის ამ საყვედურს ყველაზე უცნაურად მიიჩნევს, რაც კი ოდესმე გაუგონია. შემდეგ მისი ციტატა. უპილოტო სისტემების ძალები, როგორც ცალკე სახეობა ჯარის, მე შევქმენი. პირადად მე წარვადგინე პრეზიდენტთან მადიარის კანდიდატურა, რათა უპილოტო სისტემების ძალების სათავეში მაიორი მადიარი დაენიშნათ.
ეს იყო არაპოპულარული გადაწყვეტილება და მე სრულად ავიღე მასზე პასუხისმგებლობა. აქ თუ გულწრფელად ვიტყვი, პირადად მე ვერ გავიგე, როდიდან გახდა უპილოტო სისტემების ძალების შექმნა არაპოპულარული. თუ თქვენ გაიგეთ, გთხოვთ დაწერეთ. იმიტომ რომ ეს ფრაზა არაპოპულარული ცოტა პოპულისტურია. ეს ჩვეულებრივ პოლიტიკოსებს უყვართ თქმა. მე მივიღე არაპოპულარული გადაწყვეტილება, რომელმაც მიგვიყვანა რაღაც გამორჩეულ შედეგებამდე. ის ამბობს, რომ ესეps იქნებოდა როგორც არაპოპულარული გადაწყვეტილება და მან აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და აი შედეგებიც. არ ვიცი. ის ასევე ხსნის, რატომ აერჩია სწორედ რობერტ მადიარი ბროუდი. ციტატა. იმიტომ რომ ის უბრალოდ ჯარისკაციდან ოფიცერამდე არ გაზრდილა, არამედ შექმნა უნიკალური დანაყოფი და აქვს ხედვა. შედეგს ჩვენ ყველანი ყოველდღე ვხედავთ. აქ პირადად მინდა მადლობა გადავხადო მადიერს. და ამ ყველაფრიდან სირსკის დასკვნა კატეგორიულია. ადამიანი, რომელსაც არ სურს დრონებით ბრძოლა, არ ქმნის მსოფლიოში პირველ უპილოტო სისტემების ძალების ცალკე სახეობას და არ ნიშნავს მის მეთაურად ადამიანს სამხედრო იერარქიის ყველა ტრადიციის საწინააღმდეგოდ. მოგლედ აქ აშკარა, ეხლა ფედოროვი და სირსკი იბრძოლებენ იმის თაობაზე, ვისი დამსახურებაა ეს ყველაფერი. სირსკი უკვე მიანიშნებს, რომ უპილოტო სისტემების ძალების შექმნა და ყველა ეს დრონით დარტყმა რუსეთზე უკვე მისი პირადი დამსახურება. არ ვაპირებ კომენტარს, ასეა ეს თუ არა. შემდეგ კი ის ამბობს იმას, რასაც თავისი მოვალეობა გონია, როგორც ფრონტის პასუხისმგებელი ადამიანი. ეს არის გაფრთხილება, რომ არ მოხდეს გადახრა მხოლოდ დრონების მიმართულებით. ციტატა. დრონები დღეს დიდ წილს იძლევიან დიდ წილს სამიზნეების განადგურებაში, ეს ფაქტია. მაგრამ იმისთვის, რომ დრონებმა ეფექტურად იმუშაონ ბრძოლის ველზე, საჭიროა артиლერია, ნაამთხორცნები, საინჟინრო საშუალებები, საჰაერო თავდაცვა, რადიოელექტრონული ბრძოლა და კიდევ ათეულობით სხვა სახეობა. შემდეგ მისი თქმით, გენერალური შტაბი თავდაცვის სამინისტროს აწვდის სრულ სიას იმისა, რაც ომისთვის არის საჭირო. ყველაფრის ყიდვაა საჭირო და არა მხოლოდ იმის, რაც ახლა ტრენდშია. წერს სირსკი. ეს უკვე პასუხია იმაზე, რაზეც ჩვენ თქვენთან ერთად საუბრობდით წინა გამოშვებებში. გენერალიტეტი რეალურად ადანაშაულებდა მიხაილ ფიოდოროვს იმაში, რომ ის არმიისთვის სულ სხვა რამეს ყიდულობდა და არა იმას, რასაც ისინი ითხოვდნენ. მათ ამბობდნენ, რომ არ შეიძლება ჩვენთვის დრონების ყიდვა, თუ ჩვენ ნაღმტორცნებს ვითხოვთ. ფიოდოროვი კი მიანიშნებდა, რომ გენერლები ითხოვდნენ მხოლოდ კონკრეტული იარაღის შეძენას კონკრეტული მწარმოებლებისგან, რაც უკვე კორუფციას ჰგავდა. შემდეგ კი სირსკი აფრთხილებს იმ საფრთხეზე, რომელსაც როგორც თავად ამბობს, მკვეთრი ექსპერიმენტები წარმოადგენს. ციტატა. ჩვენ არ ვიბრძვით პირობითად პატარა ქვეყანასთან. ჩვენს წინააღმდეგ არის მტერი, რომელიც ყველაფერში გვარჯობებს. ის იბრძვის როგორც артиლერიით, ასევე ავიაციით და ქვეითებითაც. მე 2 თვეში ვერ გადავიყვან მილიონიან არმიას დრონებზე და ვერ ვიტყვი. ახლა ასე ვიბრძვით. აი ასეთ ნაბიჯს ის ალანტიურას უწოდებს. ალექსანდრ სირსკი პასუხობს ბრალდებასაც. თითქოს ის მხოლოდ მისადმი ლოიალურ ადამიანებს აწინაურებს. აი ისინი, ვინც არ არიან ლოიალურები, სწორედ ასე რჩებიან სადღაც დაბალ პოზიციებზე. აქ ის გვარების ესეთი გრძელი სია მოჰყავს. ციტატა. მადიარ, აპოსტოლ, გნატოვი, ანდრეი ბელეცკი, რედისი, ვერესი, ახილესი, ევგენი კარასი. ეს სია შეიძლება გაგრძელდეს. ეს ადამიანები არიან, რომლებიც უმცროსი ოფიცრების შემადგენლობიდან ხელმძღვანელ პოლიციებამდე გაიზარდნენ. მე მათ ვნიშნავ, მე მათ ვაწინაურებ, მე მათთან მუშაობ. ამ დანიშნებიდან ბევრი სისტემაში არაპოპულარული იყო. მე ისინი მივიღე, რადგან ჩემი ერთადერთი კრიტერიუმი შედეგია. მეგობრებო, ისევ ვერ ვიკავებ თავს. ჩამოთვლილი საბრძოლო ოფიცრებიდან ვისი დანიშნვა იყო არაპოპულარული. აი სირსკი უკვე მეორედ საუბრობს თავის სვეტში იმაზე, რომ მან მიიღო რაღაც არაპოპულარული გადაწყვეტილებები. რატომ ცდილობს სირსკი მეორედ შექმნას შთაბეჭდილება? თითქოს ის უზარმაზარ რისკზე მიდიოდა და არაპოპულარულ გადაწყვეტილებას იღებდა. იმიტომ რომ ყველა მის გარშემო წინააღმდეგი იყო, ხოლო მან გარღვევა მოახდინა, როცა ვინმე არაპოპულარული დანიშნა. აი სირსკი მეორედ ამბობს, რომ ის არაპოპულარულ დანიშნვებს აკეთებს. მე მათ ვაწინაურებ, მე მათზე ვზრუნავ. ამ დანიშნვებიდან ბევრი არაპოპულარული იყო სისტემაში. აი სირსკი მეორედ სვეტში საუბრობს არაპოპულარულ გადაწყვეტილებებზე. რედისი, ვერესი, ახილესი ან ევგენი კარასი. ეს ისინი არიან, ვინც პირადად სირსკიმ ჩამოთვალა. მათგან ვინ იყო არაპოპულარული? აი მე ამ თეზის ვერ ვიგებ.
თუ თქვენ გესმით, გთხოვთ კომენტარებში დაწერეთ. შესაძლოა მართლა რაღაც გამომჭა. თუ ასეა, ვაღიარებ და ვიტყვი, რომ დიახ, შევცდი. ამასთან სირსკი აღიარებს გადაყვანების ბიუროკრატიასთან დაკავშირებულ პრობლემას, მაგრამ მაშინვე აღნიშნავს, რომ პრობლემა არსებობს, მაგრამ მე არ ვარ დამნაშავე. რატომ იცით? იმიტომ რომ ეს თავდაცვის სამინისტროს პასუხისგებლობის სფეროა და არა მისი. ციტატა. დიახ, გადაყვანების პროცედურები ხანგრძლივი და რთულია, მაგრამ ეს პროცედურები განსაზღვრულია ნორმატიული აქტებით, რომლებიც შემუშავებული იყო ჩემამდე დიდი ხნით ადრე და მათი შეცვლა სწორედ თავდაცვის სამინისტრომ უნდა მოახდინოს. მე მხარს დავუჭერ ნებისმიერ გამარტივებას, რომელიც არ დააზიანებს ჯარის მართვას. და აი მივედით იმ ბლოგთან, სადაც სირსკი საბოლოოდ ღიად იწყებს მიხაილ ფედოროვის წინააღმდეგ შეტევას. ყველაზე მწვავე, ფაქტობრივად კონტრშეტევითი ბლოკი თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ მუშაობაზე. აქ სირსკი მოხავს ფაქტები, რომლებიც პირდაპირ ფედოროვს აზიანებს. პირველი, ახალი კონტრაქტების შესახებ სამხედროებისთვის. გახსოვთ, ჩვენც ამ თემაზე ამ YouTube არხებს საუბრობდით. ციტატა. ახალი კონტრაქტები წარდგენილი იყო თვეზე მეტი ხნის წინ. დღევანდელი მდგომარეობით მათ ხელი მოაწერა დაახლოებით 2000-მა სამხედრო მოსამსახურემ მილიონიან არმიაში. ამასთანავე მე მივიღე დიდი რაოდენობის დემოტივირებულ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს, რომლებიც ელოდნენ ერთ პირობებს, მაგრამ მიიღეს სხვა პირობები. შემდეგ ის ეჯეჯქვეშ აყენებს ამ ინიციატივის იურიდიულ სისუფთავეს და ადარებს იმას, თუ როგორ უნდა გაკეთებულიყო. ამბობს, რომ ეს ცუდია და სხვანაირად უნდა გაკეთებულიყო. აი მას იცის როგორ. ციტატა. თავად ექსპერიმენტის შესახებ დადგენილება სერიოზულ იურიდიულ კითხვებს აჩენს. შედარებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი უზრუნველყოფის გაზრდა ბიუჯეტში ცვლილებებისა და უმაღლესი რადის მეშვეობით განხორციელდა. აი ეს არის განსხვავება გადაწყვეტილებასა და პრეზენტაციას შორის, რადგან პრეზენტაციები არ უნდა გადაიქცეს ციები, არ უნდა გადაიქცეს თვით პრეზენტაციებად. ყოველ სლაიდს უნდა ამყარებდეს დოკუმენტი, ბიუჯეტი და პროგრამა. პროცედურა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ნაცვლად არმია იღებს იმედგაცრუებას. ნაწილობრივ აქ სირსკის ვეთანხმები, რომ მართლაც ყოველ სლაიდს უნდა ახლდეს დოკუმენტები, ბიუჯეტები და პროცედურები. ყველაფერი წინასწარ იდეალურად უნდა ყოფილიყო გათვლილი, სანამ ამას წარადგენდნენ. იგივე ამბობს სირსკი მობილიზაციის რეფორმაზე. კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს, რომ ამოცანა პრეზიდენტმა ზელენსკიმ დააყენა, მაგრამ მისი შესრულება არა მას, არა რას ამბობთ, არამედ თავდაცვის სამინისტროს ევალება. შემდეგ კიდევ ერთი ციტატა სირსკისგან. და ეს ციტატა ყველაზე თვალსაჩინოა, რომ დიახ, სინამდვილეში მასსა და ფედოროს შორის ძალიან მწვავე კონფლიქტი იყო, როცა ორივე ცდილობდა პასუხისგებლობა ერთმანეთს გადააბარებინა და ეთქვა, რომ ყველაფერი კარგი მე ვარ, ყველაფერი ცუდი ის არის. შემდეგ ციტატა. სახმელეთო ძალები და ტერიტორიული დაკომპლექტების ცენტრები ჩემს დაქვემდებარებაშია და ჩვენ მზად ვართ ცვლილებებისთვის. დავდივართ ყველა უმაღლესი რადის ხდომაზე. ყველა დარღვევას სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს გადავცემთ. დაჟინებით მოვითხოვთ, რომ პოლიცია მობილიზაციაში ჩაერთოს. მაგრამ თავად რეფორმა, საკანონმდებლო და ადმინისტრაციული სამუშაო სწორედ თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. მე მას ისე ველოდები, როგორც მთელი ქვეყანა ელოდება. მოკლედ, აქ სირსკი პირდაპირ ამბობს. მოусმინეთ, მობილიზაციასთან პრობლემებია. სტკთანაც პრობლემებია, მაგრამ თავი დაამანებეთ ამ კითხვებით. ამით ფიოდოროვი უნდა დაკავებულიყო. ის ამბობს, მობილიზაცია და ჩემთან არა, ეს თავდაცვის სამინისტროს ეხება. რაღაც არ მოგწონთ, ყველაფერი იქ. ფედოროვი თავის მხრივ ამტკიცებს, რომ თავი დაამანებეთ, თითქოს პირდაპირ ექვემდებარება სახმელეთო ჯარებს, ხოლო სახმელეთო ჯარები პირდაპირ ექვემდებარება ალექსანდრ სირსკის. და სწორედ მას უნდა გადაეცვიდა ეს პრობლემა. მოკლედ, როგორც ხედავთ, ისევ ერთმანეთს აბრალებენ იმ პრობლემას, რომელიც მართლაც რთულია. მაგრამ ყველაზე მძიმე საყოდური ფედოროვის მისამართით სამხედროების ფულად უზრუნველყოფას ეხება. ეს მართლაც სადაო საკითხია და აქ სირსკისაც ნაწილობრივ შეიძლება დაეთანხმო, მაგრამ მეორე მხრივ, როცა უყურებ შედეგებს ფრონტზე და არა მხოლოდ ფრონტზე, იწყებ ფიქრს, რომ იქნებ მართლა ღირდა ამ ექსპერიმენტზე წასვლა. ესე იგი, სირსკი პირდაპირ აკავშირებს სამხედროების ფულადი უზრუნველყოფის პრობლემას ფედოროვის გადაწყვეტილებასთან. ციტატა. ბატონო მინისტრმა ფედოროვმა თავად საჯაროდ განაცხადა, რომ სამხედროების ხელფასებიდან ნაწილი თანხა დრონების შეძენაზე იქნა მიმართული. და ამის გამო წლის მეორე ნახევრისთვის გადახდების დაფინანსების საკითხი გაჩნდა.
ამ საკითხზე მთავარსარდლის პოზიცია შეიძლება პრინციპში მთელი ამ სტატიის კულმინაცია ჩაითვალოს, რომელიც დღეს გამოვიდა. ციტატა. პირდაპირ ვიტყვი, ჯარისკაცის ხელფასი გადანაწილებისთვის რეზერვი არ არის. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ყოველ დღეს სიცოცხლეს რისკან. სირსკის თქმით, ახლა მთავრობასთან ერთად ეძებენ გამოსავალს, რათა თითოეულმა სამხედრო მოსამსახურემ დროულად და სრულად მიიღოს თავისი კუთვნილი. და როგორც ის ამბობს, ეს არის დასკვნა მომონადკვეთილებები. არ უნდა მიიღებოდეს მილიონი ადამიანისთვის შედეგების გათვალისწინების გარეშე. და ცალკე ალექსანდრ სირსკი ხაზგასმით აღნიშნავს, ვის მიმართავს ამ ტექსტს. და ეს უკვე საყვედურია პროტესტის მონაწილეებისა და უკმაყოფილოებისთვის. ციტატა. ცალკე აღნიშნავ. ეს კოლოკ არ არის მათთვის, ვინც სოციალურ ქსელებში კამათობს. ის მათთვისაა, ვინც ყოველდღიურად ატარებს ომის სიმძიმეს. ჩვენს მებრძოლებს სულ ერთია, ვინ ვის აჯობა კამათში ინტერნეტში. მათ სჭირდებათ ჭურვები, როტაცია, დროული ანაზღაურება და დარწმუნებულობა, რომ სახელმწიფო მათ ზურგს უკან მუშაობს და არა ჩხუბობს. და ბოლოს სირსკი ხაზგასმით აღნიშნავს დეტალებს, რომლებიც ერთდროულად ჟღერს. და როგორც ასეთი იცით, ერთგვარი ერთგულების ფიცი სახელმწიფოსადმი. და როგორც განცხადება იმის შესახებ, რომ ის არსად წასვლას უბრალოდ არ აპირებს. ციტატა. მე არ ვიბრძვი სამინისტროს წინააღმდეგ, მე ვიბრძვი რუსეთის წინააღმდეგ. გენერალური შტაბი არასოდეს ეწინააღმდეგებოდა სამინისტროს. ჩვენ თანამშრომლობდით და ვაპირებთ თანამშრომლობას ნებისმიერ მინისტრთან, რომელსაც სახელმწიფო დანიშნავს. იმიტომ რომ არმიაში არ ირჩევენ ვისთან ემსახურონ. არმიაში ასრულებენ ბრძანებებს და აკეთებენ საკუთარ საქმეს. და ეს მთელი სვეტი სრულდება შეიძლება ითქვას თითქმის პროგრამული განცხადებით უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლისგან. ციტატა. ჩემი საქმე ომია, სტრატეგია, ფრონტი, ხალხი. ამით ვარ დაკავებული და მომავალშიც ასე გავაგრძელებ. სასურველია ინტერვიუებისა და სვეტების გარეშე. ანუ დატოვეთ მე მარტო, მე ვიბრძვი და მორჩა, ნუ ერევით ჩემ საქმეში. და საბოლოო აკორდი, რომელიც თლიანად აბრუნებს ამ ტექსტის მთავარ აზრზე, ასე ჟღერს. უკრაინა უფრო დიდია ვიდრე ნებისმიერი სახელი და უკრაინა გაუძლებს თუ თითოეული თავის საქმეს თავის ადგილზე გააკეთებს. ახლა მოდი ცოტა მეტი ფონი დავამატოთ. აშკარაა რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ალექსანდრ სირსკის სვეტი ვაკუუმში არ გამოქვეყნებულა და მისი გამოჩენა სწორედ დღეს 20 ივლისს ასევე არ არის შემთხვევითი. თუ მოკლედ ვიტყვით, ყველაფერი დაიწყო 15 ივლისს, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი გაათავისუფლა. ეს კი მინისტრის მთელი კაბინეტის გადადგომით გააფორმა. მოგვიანებით ყველამ გავიგეთ, რომ მთელი პრობლემა ფედოროვისა და სირსკის შეურიგებელ კონფლიქტში იყო. შემდეგ კი პრობლემები დაიწყო. პირველად პროტესტები ფედოროვის მხარდასაჭერად დაიწყო, შემდეგ კი სირსკის წინააღმდეგ. მომიტინგეების მოთხოვნები იყო ფედოროვის თავდაცვის მინისტრად დაბრუნება და მთავარსარდალ სირსკის გათავისუფლება. ფედოროვმა უკვე მიანიშნა, რომ დაბრუნებისთვის მზად არის, მაგრამ მხოლოდ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე. როგორც სირსკის სვეტიდან გავიგეთ, ის საერთოდ არ აპირებს წასვლას. და აი პროტესტების ფონზე ზელენსკი რამდენიმე დღის განმავლობაში პირადად ხვდება საბრძოლო მეთაურებს. კერძოდ ეს არის დროპატი, გენშტაბის უფროსის მოადგილე, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. ეს არის ვლადიმირ გორბატიუკი. ეს არის დესანტურ საშეტევო ძალების სარდალი ოლეგ აპოსტოლი. ეს არის მესამე არმიის კორპუსის მეთაური ანდრეი ბელეცკი და ასე შემდეგ. მაგრამ სწორედ ამ ოთხეულზე ახლა ყველა საუბარი, რომ ისინი არიან კანდიდატები სირსკის ნაცვლად პოსტზე. მათ ყველას განიხილავენ როგორც ალექსანდრ სირსკის შემცვლელებად. მაგრამ ამ თემაზე მე უკვე გამოუშვი თალკე დიდი დეტალური გამოშვება, ამიტომ აქ ამაზე აღარ შევჩერდებ. აუცილებლად გადადით YouTube არხზე და ნახეთ ის. უკეთესია გამოიწეროთ ჩემი Telegram არხი Patchy the News-ი. ბმული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. იქ გამოდის ყველა მასალა და იქვე გამოდის ყველა ახალი გამოშვების ანონსი აქ YouTube-ზე, რომ არაფერი გამოგჩეთ და ზუსტად იცოდეთ რა გსურთ ნახოთ და რა არ არის აუცილებელი საყურებლად. იმიტომ რომ იქ ვდებ ვიდეოს ანონსს და იქვე დეტალურად წერ გამოშვების სტრუქტურას. შეგიძლიათ მოკლედ წაიკითხოთ და გაიგოთ რაზე იქნება ეს გამოშვება. ბოდიში თემას დაუბრუნდეთ. ზუსტად 20 ივნისს, იმ დღეს როცა სირსკის სვეტი გამოვიდა, როგორც იცით, გენშტაბმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც უარყო სირსკის გათავისუფლების შესახებ გავრცელებული ხმები და აღნიშნა, რომ ის აგრძელებს მოვალეობის შესრულებას, როგორც გნატოვი, ხოლო გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე. ამავე დროს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი დღესვე საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ ზელენსკიმ მომიტინგეების ხმა გაიგონა.
და სწორედ ამ ყველაფრის ფონზე რამდენიმე საათით ადრე ვიდრე ანონსი გაკეთდებოდა. დღესვე უმაღლესი მთავარსარდლის პოსტზე ალექსანდრ სირსკიმ თავისი ეს კოლონკა გამოაქვეყნა. ფაქტობრივად ეს არის მისი საჯარო გამოსვლა საკუთარი თავის დასაცავად გადამწყვეტ მომენტში. ის პასუხობს ყველა მთავარ ბრალდებას. კონტს შეტევაზე გადადის თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით და ამავდროულად ერთგულებას გამოხატავს სახელმწიფოს მიმართ. ხაზს უსვამს, რომ იმუშავებს ნებისმიერ მინისტრთან, რომელსაც დანიშნავენ. და როგორც შეგახსენებთ, დასაწყისში ის ბოდიშს უხდის ფედოროვს. ამბობს, ხანდახან მკაცრი ვარ, ალბათ ვერ გაგიგე და საერთოდ არ მიფიქრია, რომ ჩვენ შორის კონფლიქტია. ისიც უნდა გავიხსენოთ, ისიც რომ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური გახდა 2024 წლის თებერვალში, როცა მან შეცვალა იმ დროისთვის პოპულარული ვალერი ზალუჟნი, რომელიც შემდეგ ლონდონში ელჩად გააგზავნეს. უკრაინულ და დასავლურ მედიაში სირსკის არაერთხელ უწოდეს ასეთი მკაცრი. მეტსახელად ხასაბი, მას უწოდეს იმის გამო, რომ ნებისმიერ ფასად პოზიციების შენარჩუნებას ემხრობა, რასაც კრიტიკოსები სამწუხაროდ დიდ დანაკარგებთან აკავშირებენ. გამოიცემა თუ არა დღეს უმაღლესი მთავარსარდლის შეხვედრის შემდეგ ბრძანება სირსკის გათავისუფლების შესახებ, თუ მისი სტატია მაინც გახდება წარმატებული და აცვის ნაწილი და დარჩება თუ არა ის თავის პოსტზე, ეს უკვე უახლოეს საათებში ან დღეებში გახდება ცნობილი. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. ამ მომენტისთვის, როცა მე ვიწერ ამ გამოშვებას, დაანონსებული უმაღლესი მთავარსარდლის შეხვედრა ჯერ არ დაწყებული. უკვე არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა დღეს ის არც გაიმართოს. ან იქნების ძალიან გვიან, ამით გაიმართოს. და ახლა მართლა ეზერ, აგრძელებენ კანდიდატურის შერჩევას. ან ზელენსკი აგრძელებს სირსკის გადაყენების გადაწყვეტილების აწონდაწონვას და მის სხვა რომელიმე სარდალზე შეცვლას. საერთოდ ეხლა ყველაფერი მაქსიმალურად გაურკვევლობაშია, მაგრამ ხაზს უსვამ სირსკის წერილის გამოქვეყნება, სადაც ის ამართლებს თავს, იცავს და კონტრშეტევაზე გადადის. მიუთითებს იმაზე, რომ მის თავზე ნამდვილად კიდია ეს დამოკლეს მახვილი და შესაძლოა მართლაც ცდილობენ მის გადაყენებას. Ხოლო შემთხვევაში იმ წყაროების მიხედვით, ვისთანაც მე ვკონტაქტობ, ისინი ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მართლაც მზადდება. ამიტომ აქ მრავალ წერტილს დავშრომ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწევეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ მხარდაჭერა, ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერისთვის მადლიერი ვიქნები. ამას შეძლებთ ნებისმიერი დონატის საშუალებით, ბმულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. გახსენებთ, ჩვენ მუშაობთ მხოლოდ დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაში. არ თანამშრომლობთ არც ერთ მედიასთან, არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან და ასე შემდეგ. ამიტომ თქვენი მხარდაჭერა მაქსიმალურად მნიშვნელოვანია. აქ მრავალ წერტილს ვსვამ, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას. ნახვამდის.